გამარჯობა ხალხო, თქვენთან ისევ ალექსია, მოგესალმებით ახალ ვიდეოში, როგორც ყოველთვის ჯერ ლაიქი მერეყურება, აუცილებლად გამოიწერე არხი თუ ჯერ არ გაქვს გამოწერილი. დღევანდელ ვიდეოში მწოველების მეხუთე სერიას ვარეაქტებთ. არ დაგავიწყდეთ ჩემი ინსტაგრამის გამოწერა, აუცილებლად შემოდით ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება პირველ ხაზად აღწერაში. Discord-ი საუკეთესო ადგილია ნოტიფიკაციებისთვის, იმიტომ რომ YouTube ხშირად მაზავს ხოლმე, ასევე საუკეთესო ადგილია რომ ხმაყურებელთან კომუნიკაცია გქონდეთ, ასევე ჩემთან კომუნიკაცია გქონდეთ და თითქმის მთელი თავისუფალი დრო Discord-ში ვარ ხოლმე, შეგიძლიათ მან მიპოვოთ და მოკლედ ძალიან გამიხარდება თუ Discord-ში მოხალთ Instagram-ს მართლა თუ გამოიწერთ ოქროები იქნებით. ეგერ არის ისა რა ქვია broadcast channel-ის QR კოდი შეგიძლიათ დაასკანეროთ, პირდაპირ გადახვიდეთ და ყველა ბედნიერი იქნება. მოკლედ ხო, შეგვიძლია დავიწყოთ. იმას opening-ს ვკიპავ რა. გითხარით მაგარ დროს გავატარებთ თქო. აქ ძალიან ხმაურია, მეშინია ცოტა. ნუ გეშინია, ყველანი ერთად ვარ. სასო გაგვარკვია აქ რა ხდება და გვერდიდან არ მოგშორდე. არ ვიცი ვლად, პირველად ვარ მე, სტორი. ო, რა ხდება აქ, სად რა არის? იქ ბარია და შეგიძლიათ დალიოთ რაც გინდათ, მე ვიხდი. მაგას ხედავთ სხვა? ეს დესპორია. აკ, აი ეს ტრაქს რო აქიცინებენ? ამასაც ეკვაობოედან იქვია ჩვენ ენაზე. აღი წაპირპარი შუა. იქით გაიარ გამოიარე და აკვალიერეთ რაც გინდათ. მე წავალ მეგობრებს ნახავ. მე წავალ გავივლი ლამას ქალბატონებს გავეცნობი. შენ რა ვქნათ ვლად? შენ გვერდიდან არ მომშორდე. დანამ არ გავშინაურდებით ფეხზეც არ გაიხადო. დადი მოგწონს ვლად? კარგი გარემოა. უბრალოდ ამავიწდა კამერის დაპატარავებას ორი. ხალხმრავლობას და ხმაურს გადავეჩვიე. მეც. გინდა მოგიტანო რამე დასალევი ბარიდან. ვინო მესიამოვნება? ვინ გესიამოვნება? ვინო თუ არ იქნება რამე სხვას დამოდიღებ გენრიელს. ანუ მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ ჩამეძინოს რა. Ясно! Кисред камалокинет. რა? Камалокинет метки. Ne? ეს ხერხი არწვის. ბატამდეთი და კალების აკადესის. თქვენ კიდე რა დაგემართათ, აგინდათ გახდილი ნახოთ. ხვრელი არ დამიტოვებია თავის დროზე. ხვრელი. აუ რა ძალიან მისოჯინისტიკი ის არის, გამონათქვამებია აქ, მაგრამ ნუ კაი ხო. ნუ ნერვიულ. ბავშვები არიან. რა იციან ნამდვილი მამაკაცი რა არის. სახელი სტყორცნეთ. სტყორცნეთ. ვიტა. მაგრამ შენ როგორც გინდა ისე მომმართ. კახა. ეთმუნდი ვარ. შენთვის უბრალოდ მომდი. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მიჩვენია პირდაპირ საქმეზე გადავიდე. ისერს გამალოგინებ. როგორი მხურვალე ხარ. საქმე. ლაპარაკის. გამარჯობა. ვინო? აღარა გავითავდა. რა მის ყოფაში? ოზი გაიჭიტა.
მოიცა ეს ლუპერსში არის? აუ რას არ ველოდებოდი? ლუდი მინდა, მაშინ 2 ცალი რამე უცხოური, კარგი. 2 უცხოური? ხო. არა პრობლემა. 1 Long Island-ი რა. აი. გამარჯობა. გამარჯობა. Long Island-ი ანუ გრძელი კუნძული, ხო? ხო, ეგრე გამოდის. ნუ გამოდის რომ თქვენი პირი ბერმუდის სამკუთხედია. რა? ოკეი. ანუ ბერმუდის სამკუთხედში კუნძულები რო არის, კლაპავს რა ყველაფერს და ანუ შენი პირი თან თქავს ყველაფერს. ოჩახ. Mati, ble, ανταμίστος. რა მაკი. გინდა შენი სახელი გავწერო. ედმუნდე. უცკირე. Რაღაცა მინდა. არ ვიცი რა, მაგრამ მინდა. გინდა გველი მოვძებნოთ. რა გველი შეხედე. შეხედე რა სილამაზია, გაახილე თვალი. რაღაცა მინდა, მაგრამ არ ვიცი, მინდა სასწრაფოდ. მეც მინდა საქანელებზე, აქ აღარ მინდა მომვეზრდა უკვე. რა საქანელები? აი, ასე დახანავდი. ანდა აი ამას დააგეჭი კისერზე და გოჭენე. ისე მოიქეცი, თითქოს დაბადების დღე გაქვს. დაბადების დღე მაქვს? რომაგარია სამივე დაბადების დღე გვაქვს. აუ ჩაგზასწავლეთ. აუ შეიცვალა. აუ რომაგერები ვარ. აუ ჰამლეტ მეც ვაკოცებ რა. არა, გაცემული რა, ავათავ. აუ, წარმოგიდგენია? ჩვენ ვარ სამივე თანატოლები, ბიჭო. თანატოლები ვარ. ვინ არის შენი თანატოლი, მოკვდავო? შენი ტოლი ფეხზე მაქვს თოკის გამობუმული. თანატოლი. აუ ჰამლეტ ეხლა მაინც ვაკოცებ რა. არა, კოცი და პროშე მე იყო. იუბილარებო. მე მაგ რაღაცა და ჩვენ ხა წავალთ ტუალეტში და იქ ოღო დაცვა უნდა ამინახოს რომ სისხლის. არაკში გამიკეთებ, არ მინდა რა. ძალიან იუბილეებია. ლად, ვინ ვარ ქონდა ლუდი წამოგიღე. მადლობა სასო. იცი? მომწონს ეს ასწრეული. ბევრად ფერადი და მხიარულია. თან ხალხის უფრო ბედნიერი და თავისუფალი ჩანს. გააჩნია რას ადარებ ეხლა? შუა საუკუნეებს და ინკვიზიციას უადარებ კი, მაგრამ გაბიჯარი აქაცაა ბევრი პრობლემა. ბიჭო, რავი ისე რა, ხან კაია, ხან ცუდია, ხან it has its ups and downs რა. პრობლემები ყოველთვის არის, იყო და იქნება სასო. კაროჩე, ვარდოს სერიალია და ეხა ვარდოსი ძალიან ცუდი არ იქნება, ხო ხდები? ვარდოსანიძის ვიდეოები, მაგრამ მეოსება და. ნუ ამ სერიალმა ცოტა თავიდან პირველი 2 სერია კაი იყო, მესამე ისე რა, მეოთხე ძალიან ცუდი იყო, აი ხა მეხუთეს უყურებ და გავიგებთ მეხუთე როგორი არის. და პრობლემებზე არ ვიცეკოთ? მე ცეკვა არ მიყვარს. შეხედე ტორიკა როგორ ერთობა. მიდი შევუერთდი.
წესით გეყოფათ რა ეხა ეს. რა ხდება? ჩვენ საჭმელი არ გვეჭმევა. არა, ეს არ უნდა ჭამო, ეს უნდა შეისუნთქო ნესტოებით. ჰამლეტ ცხვირის ჭამა შეგვიძლია? ცხვირით ბევრი რამის კეთება შემიძლია. ნუ ნერვიულობ, ბაკო. ჰეი, გამხდარო ადამიანო. რა არის ეს? იცოდე, სიმართლე მითხარი, თორემ ნაწლავებს ამოგაწრობ, სამაჯურს გავაკეთებ და გაჭირვებულ ადამიანებს შევძირავ. რა მაგარ შუთქებს აცნობ, აი, მე ყუთები იუმორზე რა. რა მაგარი ხარ. მე ინსტაგრამზე დავამატე, გავცვალოთ ერთმანეთს და მე rilsებს გამოგიგზავნე ხოლმე ძალიან მაგარს. მზად არის. დასაძინებელი წამალია. არა, პირიქით ეს არის აი მოკლედ ისეთ ენერგიაზე მოგიყვანს თითქოს აი ტრაქში რაკეტა გაიკეთეს და პირდაპირ კოსმოსში გაგიშვესო რა. მე დაიწყე. დამატების დღეს გილოცავთ გოხდებო. გოხდება. მოდი. რას გახარ? ყნისაი, ჩიჩება. მოგა არ მინდა ცეკვა. შენი ცეკვა და შემოგხედავ თუ კაი. ვიცეკო რა სტრიპტიზორი კი არა, მარტო რა ვიცეკო. მოდი რა, იცეკვე რა. ეკვაო. ბიჭო. გონი გამოგვივიდა ხო ამათი გულაობა? ნუ რა, მე მოგმაყოფილებ. მაგარი, ნახე რა დღეში არის. Opa! ცოტა უნდა გავმოძრავდეთ, რა ისევ დავზონა აუცი და ლამის ჩამეძინა. Ურია. Cold Queen- შემდეგ. აბა, რაზე დაპატიჟან? რაც თქვენ სკოლს გაუხარებ. მე როგორ ჯენტლმენი ყოფილიყარ. ერთი კუბალი ბრე თუ შეიძლება. და თქვენ გულს რა გაუხარდება ბატონო ჯენტლმენო? სიგივე რაც თქვენ. აი მე როგორ ჯენტლმენი ხარ. იცი რა მაინტერესებს? თქვენ სახელს არ მეტყვით? ჩემი სახელია ვლადიმერი. ვაუ. თქვენ შეგიძლიათ ვლადი დავწერო. ან ვლადიმერი. ხუმრობა იყო ეს. ჩემი სახელია ლილი და თქვენ შეგიძლიათ ლილი დამიძახოთ. ესეც ხუმრობა იყო. ლილი. დიახ. ვერ წარმოიდგენ. არა, არ მაგ გათენებული ის ვარ, რა ქვია. რეჟიმს ვასწორებ და პროსტო 5 საათი მეძინა და გავიყვიძე დილის 9-ზე. როცა დავიძინე ღამის 3-ზე. თუ 8-ზე გავიყვიძე ვაფშე. და მაგის მერე ფეხზე ვარ. მაგიტომაც მეძინება. როგორი სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემი სახელია ლილი და თქვენ შეგიძლიათ ლილი დამიძახოთ. ესეც ხუმრობა იყო. ლილი. დიახ.
ვერ წარმოიდგენთ როგორი სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ლილი. საუკუნე ასე არაფერს გაუხარებება. რა საყვარელი ხარ. კარგი, ახლა მოეშვიცო და მოდუნდი და მომიყევი რა საქმიანო. იცის პატაშორის შორიდან მადლობა. შორიდან რომ დაგინახე, ეგრევე მიხდი რომ ჩემნაირი ხარ. შენაირი. შენაირი. აი როგორ აგიხსნა. მეც ბავშვობიდან ვიждები ამ ვამპირებზე. გოთიკაზე შეფყობილი ვარ ვამპირებით. საერთოდ ყველაფერი დაკითხული მაქვს ვამპირებზე. იცი რა მაინტერესებს? ეს საყვარელი წერალი ვინ არის ვამპირებზე? ბრემ სტოკერი. აი მე რა ბანალურია. არა, ვაღიარებ რომ კლასიკაა ნამდვილად, მაგრამ ძალიან ბანალურია. იცი რა მაინტერესებს? აი ეს კბილები საიდან გამოწერე? ერთხელ გამოწერე Amazon-დან და ეგრევე გაფუძდა. ერთი გადამეყვა, მეორე დამეკარგა. და ნერვები ამეშალა და საოცარი ნამუშევარია. ძალიან მინდა რომ ლინკი ჩამიგდო სასტრაფთან. თქვენი გული დაკავებულია ლილი. ამას უყურე რას მეკითხება? არა, ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი გული თავისუფალია. მოგაცრავად. ხო, მამა. კარგი, გამოვდივარ. ეხლა მამა დამელოდე. კი, უნდა წავიდე სამწუხაროდ. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე მაქვს და კარგად უნდა გამოვიძინო. ნება ვიმბოცეთ გაგაცილოთ. არა, იყო საგერ მამა მელოდება და წავალ. როდის გიხდოთ კიდე? დარწმუნებული ხართ რომ ჩემნაირის ნახვა კიდე გინდათ? ხო მივხვდით რომ საკმაოდ მძიმედ ვარ. ეშმაკები მიფქრის თავში, ეშმაკები მყვანან. არა, კარგი. მე ეშმაკებიც არ მეშინია. კალამი მომეცით. მაშინ აი არა ეს ტესლი იყო. ვაღიაროთ. ნახვამდის. ლილი. არინემ რა. თქვენზე უარია მეგობარო. და ამაზე სერია რჩება. Dara música. Damn, Rakadria. Damn, Rakadria. შეუძლებელია. მეგონა გაგიხარდებოდა ძველი მეგობრის დანახვა. ვარ. კი, მაგრამ როგორ? შენ დამსახურებით. ვერც კი წარმოიდგენ რამდენი წელი ველოდი შენს გამოქვეცებას. შენს გამოქვეცება. მეგობარო, დიადი საქმეებია საკეთებელი. მე და შენ როგორც ადრე, ოდესღაც გახსოვს. ჩემს წინაშე არ დგას მარლენი, რომელსაც მე ვიცნობდი. ეს შეუძლებელია. ვინ ხარ? საწმენია ამის მოსმენა. როგორც ხედავ, ჯერ კიდევ გამოგვიწების პროცესში ხარ. არა უშავს, ჩათვალე ეს მისწავლება იყო. თავი ლაპარაკი წინ გვაქვს. ეს იმენა ძალიან ანიმე მომენტია, bro. რა კარგია ეს.
იმ წოველები ქვია, ოღონდ სისხლის. წოველები, ოღონდ სისხლის. პროსტა წოველები. So, აი მეხუთე სერია. Paro morti. Avama susmen bolomda. Rakaya. ძალიან მაგარია საუნდტრეკი bro. აი არარეალურად მაგარია. რას იძახი? რა ქვია საუნდტრეკს? არსად არ წერია. ტიტრებში იყო? მოიცა? საუნდტრეკი ჯგუფი ამნეზია. რაღაცა არ გვარენ. ხო, ქართული ბენდია. როგორ ვიპოვო? ეს არის ამნეზია, პროსტა მაქსერიალისტვის გაკეთდა რა? ანუ ერთი წამი. ამათ მაგააკეთეს ეს საუნდტრეკი? არა, მითხარით რომ მეშლება ეხლა. აი არ მითხრათ ეხლა რომ ამათი გაკეთებულია. აი რა გამოვშტერდები თუ ეგ არის, bro. შანსი არ არის პროსტა. სად დევს? ეს არის? არ უდევთ, bro. მოიცა სად დაწერა Thrilled Hatred? ანუ ქართველების არ არის, ხო ეგ? ქართველების არის. ხმა ძალიან ცუდათაა ჩაწერილი მარაყლეზე მკიდია. აუ ძალიან თესლია, ძალიან თესლია.
ძალიან სერიოზულია bro, ეს რო კარგად იყოს ჩაწერილი, ეს რო კარგად ჩაწერონ, კაი მიკროფონებით, კარგი მიქსინგით, კარგი მასტერინგით რო იყოს. აუ, რაღაცა სასწაული იქნება ძმა. სასწაული იქნება ეს. არა, რა უცნობ არტისტებს bro, იმაში რა ქვია, მწოველებში გაიჩითა რა, ნახე. თან როგორ გაიჩითა უყურე. Heavy metal-ი არ იყო იდეაში, nu metal-ი იყო ეს, მაგრამ ხო. ძალიან თესლია. ძალიან კარგია ხო, არ გადაო. ძალიან კარგი იყო. კაი და ბოლო სერიას რა ჩაუჯდეთ. კარჩე ეს სერია ძალიან კარგი იყო. განსაკუთრებით აი ეს ბოლო ნაწილი. Вообще, ჩემი აზრით, ნახე, ზოგადად ქართული აი ეს YouTube სერიალები რაც არის, გინდა უსაშველოები, გინდა მწოველების სისხლის, გინდა რაღაცა სხვა ის კეთილები და ასე შემდეგ. ძალიან არეული ქრონომეტრაჟი აქვს რა, ზოგი სერია 40 წუთია, ზოგი სერია 1 საათია, ზოგი სერია 20 წუთია. აი ანიმეში რო არის fixed ქრონომეტრაჟი, რო აი არის 25 წუთი ყველა პონჩი, თავის opening-ით, თავის ending-ით, თავის ყველაფრით რა, 25 წუთი გინდა გასკდი, გინდა გაიხლით შეშუაზე. 25 წუთში უნდა ჩაეტიო რა და ზოგჯერ თუ მაგალითად სერიის ქრონომეტრაჟი არ ყოფნის, openings და endings ვაფშე აგდებენ, ან რაღაცა ეგეთ შვებიან რა. ხო და ბიჭო, აი 25 წუთი არის იდეალური სერიალისთვის, იმენა იდეალური და plot twist-ებიც ძალიან მაგრა შეგიძლია რო აკეთო და უფრო ბევრად უფრო ეპიკური სცენები და რაღაცეები შეიძლება. ანუ ეხა ესენი რა თქმა უნდა გინდა მწოველები, გინდა უსაშველოები მით უმეტეს რასკადროვკის გარეშე იღებენ ყველაფერს რა, აი პროსტა სცენარი აქვთ მოფიქრებული და როგორც წავა, ისე წავა და ეგრე იღებენ რა. რეზერვ სერიები თავიდან 1 საათიანები, იმიტომ იყო პირველი სეზონის სერიები 1 საათიანი აქვს, 40 წუთიანი აქვს, იმიტომ რომ 2 სერია არის ჩათვალე ერთ სერიად გაშვებული რა. აი მუშოკუ ტენსეი რო გამოვიდა ეხა მესამე სეზონი, პირველი 2 სერია ერთად გაუშვეს ერთდროულად, ანუ შეეძლოთ ერთად გაეშვათ, მაგრამ ცალ-ცალკე 2 სერია დადეს რა. ხო და ეგეთი თემა იქ სხვა რაღაცა არის რა. ანუ ცალკე სერია ითვლება მაინც რა, ეგ ზედმეტი 20 წუთის სერიაში. ხო და რასკადროვკა რო ქონოდა იმას ნებისმიერი სერიალის სერიას რა. ანუ უფრო ზუსტად ჩასვავდნენ ქრონომეტრაჟში. ეგ ბევრად ანუ პროფესიონალური თემაა უკვე და ეთყობა, მაგას არ აკეთებენ რა.